კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოკეთ ვითარება არის ასეთი, რომ ბარბარა ვერ შემომიერთდა ონლაინ ახლა ლაივში, თუმცა Zoom-ზე გავაკეთებთ ახლა ჩვენ შეხვედრას და სანამ Zoom-ზე გავაკეთებთ, მაინც მინდა რომ პატარა ანონსი აქ გავაკეთო. მე ლინკს ჩავაგდებ, იმ ლინკმაც არ იმუშავა მე რომელიც დავდე, იმიტომ რომ ჩანაწერს ვერ ვაკეთებდი და მინდა რომ თან ჩავწეროთ, ვინც ახლა ამ წუთში ვერ შემოვა Zoom-ში, იმათთვის მინდა რომ დავტოვო რა ამ მასალა, რაზეც ვისაუბროთ მე და ბარბარა. ხო და მინდა რომ აი ახლა აი ამ ლაივში ორი სიტყვით გესაუბროთ ბარბარაზე, სხეულზე ცენტრირებულ თერაპიაზე და თუ რას ვაპირებთ მე და ბარბარა ერთად მაისის ბოლოს. თუ სწორად მახსოვს 22, 23, 24 მაისი გვაქვს არჩეული. ადგილიც არჩეული გვაქვს ვორქშოპის, ეს არის პარციფალის სკოლა, მაწევანში არის, თბილისიდან 1 საათის სავალი არც კი. და სამდღიან ვორქშოპს ჩავატარებთ. ეს არის Everyways event-ი, სადაც მე და ბარბარა ჩავატარებთ ვორქშოპებს ჩვენი პროფილით. მე ჩავატარებ ერთი წუთით რაღაც მომწერეს სალომე. ხო. ეხლა ვინ არის ბარბარა? და რატომ არის ბარბარას ვორქშოპი მნიშვნელოვანი და საერთოდ სხეულის თერაპია როგორ გამოიყურება და რას ნიშნავს? საერთოდ ფსიქოთერაპიაში ბევრნაირი მიმდინარეობა არსებობს. სალომე ხო და ჩემი ერთ-ერთი ძალიან დიდი ფავორიტი მიმდინარეობა არის სხეულზე ცენტრირებული გეშტალტ ფსიქოთერაპია. ეხლა ვიტყვი რატო. ძალიან ბევრნაირად შეიძლება ადამიანმა საკუთარი თავი მოიტყუოს რა, ბევრნაირად. და იმდენად ბევრნაირად შეიძლება ინტერპრეტირება იმის თუ რა ხდება. და იმდენად უსაზღვროა ფანტაზიის უნარი, რომ ხანდახან შეიძლება ის კითხვაც კი გაჩნდეს, რომ საერთოდ არსებობს რეალობა? აქ გქონიათ ეგ კითხვა, აი გულწრფელად, რომ არსებობს რეალობა, თუ აი ნახეთ ახლა როგორი რაღაცა კლიენტმა მითხრა გუშინ ერთმა, რომ აი მე ამ სიტუაციაში გავბრაზდიო, მაგრამ მართლა გავბრაზდიო? აი ვიღაცა ხო ჩემ ადგილზე არ გაბრაზდებოდაო და სხვანაირად მიიღებდა ამასო და მართლა მე ვიყავი ვინც გაბრაზდა აქო, თუ ნასწავლი მაქვს რომ აქ უნდა გავბრაზდე, თუ საერთოდ შეიძლება არ გავბრაზდი და ეხლა მგონია რომ გავბრაზდიო და აბსოლუტურად დაიკარგა, ანუ ძალიან გულწრფელად მინდა გითხრათ რეალობის აღქმაში და ესეც არის ძალიან რთულია. ანუ თუ შენ ფიქრებით და ლოგიკით ცდილობ რომ გაარკვიო და ფანტაზიის უნარი ჩართე, ყველაფრის მტკიცება შეიძლება. აბსოლუტურად ყველაფრის მტკიცება. ფიქრითა და ლოგიკით. და აქედან ჩდება ეხა კითხვა. მართლა არსებობს რამე რეალობა თუ ჩვენ ვირჩევთ რეალობას და მე ვიჯერებთ იმას რაც ავირჩიეთ, ხო? ძალიან ფუნდამენტური კითხვა არის. და რატომ მიყვარს მე სხეულზე ცენტრირებული თერაპია? იმიტომ მიყვარს, რომ შეიძლება ფიქრით მოიტყუო თავი, შეიძლება ჟესტებით ისწავლო და მოიტყუო თავი და სხვებიც მოატყუო, შეიძლება იმანიპულირო საკუთარი თავით, ან იმანიპულირო სხვებზე, თვითმანიპულაციაზეც მაქვს მე ლაივი და იქ ვისაუბრე, რომ ესეც შესაძლებელია, რომ მე თვითონ ვიყო ჩემ თავის მანიპულატორი. შეიძლება ინტერპრეტაციები მივცე 1000-ნაირი იმას რაც არის და მე თვითონ გავიბლანდო იქ. ემოციაშიც შეიძლება რომ მოვტყუვდე, შეიძლება მძაფრი ემოცია იყოს, მე სიყვარული მეგონოს, ის აღმოჩნდეს მიჯაჭულობა, მე შიში მეგონოს, აღმოჩნდეს ეიფორია, აი ძალიან ბევრნაირად შეიძლება ავწდე რეალობას. ერთადერთი ხელსაწყო თუ ინსტრუმენტი თუ ერთადერთი არ ვიცი ხელმოსაჭიდი ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც არ იტყუება და ვერ იტყუება ვერასდროს, არის სხეული. აი როგორ გითხრათ რა, პირდაპირ ბედნიერებაა, რომ სხეული არსებობს. იმიტომ რომ სხეული და მისგან წამოსული შინაარსები არ იტყუება. ის სხეული მუდმივად მოჭიდებულია რეალობას. რანაირ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი ფსიქოემოციურად, მისი სხეული თავისი სხეულებრივი მარტივი პრიმიტიულს რო ეძახიან აი მაგ გრძნობებით არ და ვერ იტყუება და ვერ ანუ ძალიან რთულია ეს, შეიძლება ნეირონული რაღაცა ოპერაციებით და ჩარევებით ოდესმე ეს შესაძლებელი იყოს, მაგრამ აქ და ამჟამად დღეს ჩვენი სხეული არის
100%-ით ცენტრირებული რეალობას და მისი გამოგლეჯა რეალობიდან ძალიან ძნელია, ფაქტიურად შეუძლებელი. აი ამიტომ მე სხეულზე ცენტრირებული თერაპია ჩემთვის არის ერთ-ერთი ფავორიტი მიმდინარეობა, იმიტომ რომ ეს არის მოკლე გზა, რომ რეალობა იქნას აღქმული. როგორც შინაგანი, ისე გარეთ არსებული. გარეთ არსებულ რეალობაზეც სხეული აძლევს უტყუარ პასუხებს, ისევე როგორც შინაგან რეალობებზე. და გარდა ამისა, სხეულზე დაკვირვებით და ფსიქიკის მიმართვით, სხეულის მიმართ, ხდება ხოლმე გაუცნობიერებელი ველიდან ცნობიერებაში ძალიან საინტერესო ინფორმაციების ამოსვლა. და რეალურად, რომ დააკვირდეთ ახლა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი ხანა, რაც არის ბავშვობა და ბავშვობის მერე იწყება ნელ-ნელა ხო სირთულეები. ბავშვობა ძალიან სავსე არის სხეულებრივი შეგრძნებებით და სხეულთან ყოფნით. ბავშვი სხეულებრივად ხო აქტიურია, მოძრავია, აკვირდება თავის სხეულს, შეიმეცნებს თავის სხეულს, ეხება მას, უყურებს, ყნოსავს, გემოს უსინჯავს, პირში იდებენ ხოლმე, ფეხსაც იდებენ ბავშვები პირში. ანუ ყველანაირად მოჭიდებული არის თავის სხეულს და მერე ასაკის მატებასთან ერთად ნელ-ნელა გარემო ისე აკეთებს, რომ სხეულს ადამიანი ნელ-ნელა ყურადღებას აღარ აქცევს და თითქოს ისეა, რომ აი თავის თავადი რაღაცა არის რა და მერე იქ შემოვა ფსევდოქრისტიანული კულტურა, რომელიც იტყვის, რომ სატანისეულია სხეული, სხეულის დედაცვატირე, თავარია სული და ამ სულში იგულისხმება ხოლმე რაღაცა ფიქრები, ფანტაზიები, რომელიც ისევ სხეულის პროდუქტია, თორე აბა სხეული არ გქონდეს. ნახავდით როგორი ფანტაზირებდი, მაგრამ აი ესეთი კულტურა არსებობს და რაღაცა სხეულს თუ დააკნინებ და ისა მერე სული ხარობს და ესეთ შთაგონებებს აკეთებენ და მერე ადამიანები რაღაცნაირად ერთვებიან იმაში, რომ აი ვინ უფრო დააკნინა თავისი სხეული. და ამის მეორე საპირისპირო კიდე არის მარკეტინგულად თავსმოხვეული სხეულის მოვლა, რომელიც მთლიანად ცენტრირებულია როგორ გამოიყურები ამაზე. და რაღაც მარკეტინგით თუ ტრენდულობით მოწვდილ გარეგნულ სტანდარტებს რამდენად შეესაბამება შენი სხეული და აქაც ერთი შეხედვით სხეული პატივცემულია, მაგრამ სინამდვილეში აქაც წიხლის ქვეშ არის გაგდებული. და მაქსიმალურად ნაცადია, რომ აი იმ სახაზავს, რასაც სოციალური ნორმები ასე თქვა თავაზობს ადამიანს, იმას დაეზომოს რა ეს სხეული და იქაც მიდის მერე, რომ არ ვიცი, ვიღაცა არ ჭამს, ვიღაცა ცდილობს მოიმატოს, ვიღაცა ოპერაციებს იკეთებს ამ სხეულზე და ასე შემდეგ. ანუ სხეულთან ძალიან დიდი ამბავი არის ატეხილი. კონფლიქტშია ადამიანი თავის სხეულთან მოსული რა. ეს არის ფაქტი. და სხეულზე ცენტრირებული თერაპია პირდაპირ უმიზნებს, აი 10-იანში უმიზნებს ადამიანს, როდესაც პროცესში ერთვებით რა. ეხლა ძალიან ცნობილია ასევე, რომ ფსიქიკას შეუძლია სხეული დააავადოს. უამრავი ფსიქოსომატური კონდიცია არსებობს და არ არსებობს არც ერთი ფიზიკური დაავადება, რომელთანაც ფსიქიკა კავშირში არ იყოს. ეს მეორეა კიდე. მაგრამ წყაროც არის ძალიან ხშირად ფსიქიკა. იქნება ეს წნევები, გულის აჩქარებები, სუნთქვის გაძნელება, ფილტვების პრობლემები, სუსტი ბრონქები, ასთმა, გამონაყარი კანზე, არ ვიცი, რაღაც რეუმატიული რაღაცეები, ალერგიები ხო საერთოდ ფსიქოსომატური არის, 80%-ით ალბათ. ან მეტით. კუჭის წყლული, რაღაცა შებერილობები, მუცლის ტკივილი, კუჭნაწავის ყველა პრობლემა აბსოლუტურად. რაღა დარჩა, არც ვიცი თუ დარჩა რამე რა. მე მეცაც გეტყვით, ფსიქოსომატური არის ასევე მაგაზე არსებობს კვლევები, ადამიანები, რომლებიც ხშირად ან იტეხავენ რაღაცას, ან იღრძობენ, ან ეცემიან და ვარდებიან და ასე შემდეგ, ესეც ფსიქოსომატურია. ეს ცნობილია. კიდე ართრიტები, რაღაც კოჟრები, ეს ყველაფერი ფსიქოსომატურია. თან შემიძლია დაგიშალოთ ფსიქიკის რა მოვლენა, რომელს იწვევს. ძალიან ადვილია. აი მაგალითად ბრონქიტი არის ტირილი, რომელიც აკრძალულია და გადასული არის ფილტვებზე და ბრონქებზე. კუჭის წყლული არის, უხეშად ვსაუბრობ, ეხლა ბევრად დიდი სპექტრია, მაგრამ აი ძირითადს გეუბნებით რა. კუჭის წყლული არის, როდესაც ადამიანს სითბო დააკლდა დედისგან, მამისგან და ამ შემთხვევაში კუჭის წყლულში გარდაიქმნება. ნახე, ეს ძუძუსწოვის რეფლექსი არ დაკმაყოფილდა და ბევრი კუჭის წვენი გამოიყოფა, იმიტომ რომ მინდა ჭამას ამბობს კუჭი რა აქ ფსიქოსომატურად. ეს ჭამა არის რეალურად ურთიერთობა დედასთან, თავიდან, როდესაც იბადება ბავშვი და ეგ თუ დააკლდა, იქ კუჭის წყლულები არის. ანუ შიშის განცდა აქ ადამიანს, რომ დედა იქვე არ არის და ეს წყლულში გადადის. თქვათ, აჩქარებული გული და წნევა არის ბრაზი, რომელიც ადამიანმა შეიკავა.
რაღაც ასევე შეკავებული ბრაზი შეიძლება იყოს სუნთქვის გაძნელება, იმიტომ რომ რაღაცა უკან ჩააქ ადამიანს რა ეს სუნთქვა. კიდე თქვა ფილტვების ტკივილი არის რაღაცა უკმარისობის განცდა, ჰაერის უკმარისობა პირდაპირ ფსიქოსომატურია იმ გაგებით, რომ შეიძლება გარემო იყო ისეთი, სადაც საკმარისი საკვები არ მიეწოდებოდა ფსიქიკას და ამიტომაც უკმარისობა გაჩნდა. ეს ართრიტები და კოჟრები და ეგეთი თითების პრობლემები არის მკაცრი გარემო, რომელიც დაძაბულობა კუნთოვან სისტემას ძაბავდა ბავშვობაში ადამიანი და ნელ-ნელა განდევნა ეს დაძაბულობა და იქ სისხლის მიმოქცევა გართულდა, იქ გართულდა რაღაცა სითხის მიწოდება და ართრიტი წარმოიქმნა და ასე შემდეგ. ამაზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი და ვინაიდან ესე ფსიქიკას სხეულზე ძალიან ზემოქმედებს, სხეულიც ძალიან მაგრად ზემოქმედებს ფსიქიკაზე, პირდაპირ კავშირშია და აი სხეულზე ცენტრირებული თერაპია მე ამით მიყვარს და მე თვითონაც ვიყენებ ამ ტექნიკას ხშირად. რომ თუ დავინახე, რომ აი სადღაც გავიფანტეთ და ღრუბლებში დავფრინავთ, იმიტომ რომ ფსიქიკას ფიქრებს ყველგან შეუძლია წავიდეს, მაგრამ თერაპიული არის რეალობაში ყოფნა. და რეალობაში დამაბრუნებელი, აი გასაღებივით არის ნამდვილი ჩვენი სხეული, თითოეული ჩვენგანის. ნუ სხეულებრივი რეაქციები, როგორ გითხრა, ადამიანების ურთიერთობაც სხეულით შეგიძლია ძალიან ზუსტად აღიქვა და დაინახო, რა ურთიერთობაში არიან, ახლოს არიან სხეულით ერთმანეთთან, თქვა სოციალურ შეკრებაში, პირიქით დისტანცირებენ, შეხების დროს ადამიანი უკან იწევა თუ პირიქით შენკენ მოდის, თქვა ხელს რო დაადებ. არ ვიცი, აი მოკეთ სხეული არის ადგილი, სადაც რეალობა არის ფიქსირებული კარგად და მან ვერ იტყვი უკვე, რომ მართლა გავბრაზდი თუ არ გავბრაზდი. თუ შენ სხეულს მოусმენ, შეგიძლია აღიქვა რა პროცესები მიმდინარეობს. და სხეულზე დაკვირვება კიდე იწვევს ხოლმე რაღაც იმ გრძნობებს, თქვენ წარმოიდგინეთ, პირდაპირ შეგიძლია პარალელი გაავლო. რა გრძნობაც გაქვს საკუთარი თავის მიმართ. თუ რაღაცა მოსაწყენია სხეულზე დაკვირვება, შესაძლოა საკუთარი თავის მიმართ არის ფიქსირებული ეგ განწყობა, რომ რა მოსაწყენი ვარ, ვიღაცა ვარ რა. და ეს შეიძლება ბავშვობაში არის ჩასული. და ასე შემდეგ. შეიძლება იმიტომ ვამბობ, რომ 100%-იანი არ არის, მაგრამ ეხა მე რასაც გეუბნებით, ძირითადი ჩონჩხი ეგეთია რა. ეს არ არის შეიძლება 30%-ით, ეს არის შეიძლება 60 და მეტი პროცენტით. აი ესეთი შეიძლება არის, როცა ამ სიტყვას ვამბობ. ეხლა ჩავაგდებ მე Zoom-ის ლინკს და გადავიდეთ ვესაუბროთ ბარბარას, რომელთანაც მე პირადად გამივლია სხეულზე ცენტრირებული თერაპია. მე და ბარბარა მაწევანში მაისის ბოლოს 22-23 და 24 მაისს ვატარებთ 3დღიან ვორქშოპს, იქ ადგილზე დარჩენით. ბარბარა მთლიანად სხეულზე იქნება ცენტრირებული და მე ბუნებაში გაგიყვანთ და ბუნებაში ჩავატარებ თერაპიულ შემეცნებით რაღაც ივენთებს. ხოლო ბარბარა თვითონ მასში პარციფალის სკოლის დარბაზში გააკეთებს ამას, ასევე გარეთაც გააკეთებს კოცონთანაც და ცენტრირდებით სხეულებზე. ეხლა ბარბარასთან მე პირადად რაც გამოვცადე, აი ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებთ და მე ჩავაგდებ ლინკს და ნუ გადავიდეთ. შეგეძლებათ ამ Zoom-ში, რომ კითხვებიც დაუსვათ და ყველაფერი. თბილისში ატარებდა საქართველოს ეროვნულ ინსტიტუტში, გეშტალტ ინსტიტუტში არაჩვეულებრივ ვორქშოპს, სასწავლო პროგრამაში შედიოდა და მეც ვესწრებოდი და მუშაობდა ჩემს ერთ კურსელთან. ჩემთან არც კი მუშაობდა, ჯგუფი ვიყავით, მაგრამ ჯგუფში რამდენიმე ადამიანზე უნდა ემუშავა, იქ ესე იყო. ეხლა მაწევანში ყველასთან იმუშავებს აბსოლუტურად. ხო და ერთ ცდის პირთან ასე ვთქვათ, მუშაობდა და ჩვენ უსმენდით და ვსწავლობდით რა. ტექნიკასაც ვსწავლობდით, თვითონ თერაპიულ პროცესს და ასე შემდეგ და რაღაცა ნახევრად ტრანსულ მდგომარეობაში აღმოჩნდი და ამტკივდა მუცელი თუ რაღაც ძალიან უცნაურად ვიგზენი თავი მოკლედ და ეხა იქ რა თქმა უნდა შემეძლო რომ გავსულიყავი, მაგრამ თან არც გავდიოდი, აი რაღაცნაირად გავყუჩდი თუ რა მომივიდა ვერც გეტყვით წესიერად რა, არც ფხიზელი ვიყავი და არც მეძინა. და ვარ ეხლა ამ მდგომარეობაში და მიმდინარეობს იქ პროცესი სხვა ადამიანთან, ბარბარა მუშაობს, სხეულებრივ იმებს აძლევს, მინიშნებებს რა და როგორ და რომ მორჩა იმათი მუშაობა, იკითხა მე, რომ ჯგუფში რა ხდებაო, მაინტერესებს თითოეული თქვენგანის ასახვა როგორია. და მე ვთხარი, რომ იცი რა, ერთადერთი სიტყვა მინდა ვთქვა მეთქი რა. წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა თქო რა. რაც ეხა მოდის მეთქი ჩემში, ეს არის სიტყვა არა.
და ეს რო უთხარი, მე მითხარ რომ მოდი ხმამაღლა თქვიო, ეგ არაო და რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ თქვიო და თუ დამიჯერებთ ერთი 5 წუთი ბოლო ხმაზე უყვიროდი არას. არა, ესე რა, მთელი აგრესიით. ესე პირდაპირ კავშირში თითქოს არ იყო workshop-თან, მაგრამ თან იყო. და მაგ დღის მერე ვისწავლე არას თქმა. მე ძალიან მიჭირდა არას თქმა. people pleaser-ი ადამიანი უფრო ვიყავი და ეხაც მაქვს ეგ ტენდენცია, თუმცა აი მაგ ერთი workshop-ით, რომელიც სულ 2-3 საათი გაგრძელდა, ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა სიტყვა არა. და როგორი მკაფიო და მკვეთრი არა, იცით? აი მთელი სხეულიდან წამოსული არა. და რომელიც განიცდება სასიამოვნოდ და არა, აი მე ახლა არა უნდა ვთქვა და რაღაც ესე არა. აი არა. აი ესეთი არა მასწავლა მე ბარბარამ 2-3 საათიანი არაპირდაპირი მუშაობით. ეხლა ჩავაგდებ Zoom-ის ლინკს აი ამ live-ის ქვეშ და გადავიდეთ და თვითონ ბარბარას ვესაუბროთ. მე გადმოვთარგმნი, ისე ინგლისურად საუბრობს.